გამარჯობათ მეგობრებო. ამჯერად მალთაყვიდან მოგესალმებით, ფოთიდან. ალბათ ამ ადგილზე, ან უფრო სწორი ნათქვამი იქნება, ამ ადგილთან ძალიან ბევრჯერ გაგივლიათ და ბევრჯერ გითქვამთ, ვახ, რა ლამაზი მონუმენტია. ვახ, რა ლამაზი ნამუშევარია. მაგრამ ამას წინა დავსვი კითხვა და 10 გამოკითხულიდან სამწუხაროდ მხოლოდ 5-მა თუ იცოდა რა მონუმენტია ეს და რა ძეგლია. თქვენც დიდი ალბათობით არ გაგიჭირდებათ ინტერნეტში ამ ძეგლის ისტორიის მოძებნა და არც იმ ყველაფრის გაგება, რის შესახებაც ახლა უბრალოდ მე მინდა კი არ მოგიყვეთ, გაჩვენოთ. მიხვდით ალბათ ხომ? ეს არის ფოთის დიდების მემორიალი. მართალია ვიღაცებს გონიათ რომ ეგრეთ წოდებული ნაშთი ძველი დიდებისა, ანუ საბჭოთა კავშირის დროინდელი მონუმენტები მხოლოდ ოკუპანტებთან ასოცირდება და მხოლოდ იმ ადამიანებთან, ვისაც საქართველოს მაინდა-მაინც არც მაშინ ეხატებოდა გულზე და არც ახლა ეხატება, მაგრამ გარდა იმისა, რომ ეს საბჭოთა წარსულია, საბჭოთა წარსულის ცოდნა გაცილებით დიდი ბედენაა, ვიდრე ის, რომ მხოლოდ იძახოთ სუდი. აი ეს მონუმენტი ფოთში სამხედრო მედესანტეთა საპატივცემულოდ შექმნილი ულამაზესი ნამუშევარია. და სხვათა შორის, მინდა გითხრათ, რომ ფოთიდან 8000 ვაჟკაცი წავიდა დიდ სამამულო ომში. მათგან 2500 ცოცხალი არ დაბრუნებულა. აი ამ შავ ქვებზე კი მათი სახელი და გვარებია. ალბათ უფრო მეტი ყურადღებისთვის მე რომ ხელისუფალი ყოფილიყავი, ამ ქვებს გავწმენდდი და უფრო მეტი თვალსაჩინოებისთვის უფრო კარგად გამოჩნდებოდა იმ ქართველ, ძირითადად ქართველ გმირთა გვარები, რომლებიც დიდ სამამულო ომში შეეწირნენ ფაშიზმის წინააღმდეგ ბრძოლას. აი ამ ქვებზე იმ 2500 ფოთელის გვარია, რომელიც 1941-45 წლებში შეეწირა ჰიტლერის ფაშიზმის წინააღმდეგ ომს. აი ეს ქვები სავსეა მათი გვარებით. იმას ვამბობდი, რომ ცოტამ თუ იცის ალბათ ის ამბავი, რომ ეს მონუმენტი წეღანას თქვი სამხედრო დესანტის საპატივცემულოდ შექმნილი ძეგლია. სხვათა შორის, არც ისე მივიწყებული და მინიმუმ წელიწადში ერთხელ 9 მაისს ფაშიზმის დამარცხების დღეს აქ ჯერ კიდევ მოდიან ადამიანები და ჯერ კიდევ მიაგებენ პატივს არა მხოლოდ ფოთელ გმირებს, არამედ იქ იმ დროს გარდაცვლილ მეომართა ხსოვნას. მათ შორის აი ეს ადამიანიც არის. ვიღაც პელანწუკებისთვის შეიძლება ეს სტატუსი ძალიან ცუდად ჟღერს, მაგრამ ბოდიში მომითხოვია თქო ვერ ვიტყვი, მაგრამ ეს ნამდვილად ასია საბჭოთა კავშირის გმირი ამირან იოსებისძე დანელია. თუ არ დაგეზარებათ, დაგუგლეთ და ნახავთ ვინ იყო ეს ადამიანი და რით დაიმსახურა განსაკუთრებული აი ესეთი მონუმენტი აი ამ ადგილზე და წოდება საბჭოთა კავშირის გმირისა. ობიექტური არ ვიქნები, რომ არ გითხრათ, რომ აი ეს ულამაზესი პარკი, რაც ამ გმირთა მემორიალის უკან არის, მინიმუმ მოსავლელია და გასამარგლია, იმიტომ რომ მოგეხსენებათ ჭაობიანი ადგილი, მოგეხსენებათ ბევრი ბალახი, მცენარეები და ეს ყველაფერი აი ასე გამოიყურება უკნიდან და რა თქმა უნდა ამ ყველაფრის იმიტომ მიგდება, რომ ის საბჭოთა კავშირის დროინდელი მონუმენტია,
ალბათ საკუთარ თავის მოტყუება იქნება, მხოლოდ ამიტომ ისი მიგდება. და უბრალოდ აი ამ ყველაფრის გამარგვლას წესით 9 მაისი არ უნდა ჭირდებოდეს. სხვათა შორის, როგორც არქიტექტურული ნამუშევარი, საკმაოდ მიმზიდველი ქანდაკებაა და ის ძველ დროში აღიარებული იყო ერთ-ერთ საუკეთესო ნამუშევრად, რომლებიც ეძღვნებოდა დიდ სამამულო ომში გარდაცვლილ გმირთა ხსოვნას. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მე როგორც მეომარი კაცი ძალიან არ მსიამოვნებს ვიღაცა პელანწუკების ძახილი, რომ ისინი რუსეთისთვის იბრძოდნენ, ისინი საბჭოთა კავშირისთვის იბრძოდნენ. აი, იმდენად მიუღებელია 8000 ფოთელის, ამ შემთხვევაში ფოთში ვიმყოფები და იმიტომ 8000 ფოთელის მეომრობის დაუფასებლობა და ამ 8000-დან 2500 გარდაცვლილი ფოთელის უპატივცემულობა, რომ მიკვირს სხვები ხმას რატომ არ იღებთ ვიღაცა პელანწუკების შიშით, რომ რა გეშინიათ, რომ რუსი არ დაგიძახონ? არ შეიძლება გმირს, რომელმაც იომა შენთვის და რომელიც შენი ბაბუა და ბებია, პატივი უნდა სცე. მით უმეტეს საქართველოში გმირების პატივისცემა ძალიან კარგად გამოგდის. ვიღაცებს ეს პიარისთვის გამოსდის კარგად, მაგრამ ვიღაცებს ეს რეალურად გულთან მიაქვთ. მემორიალის 4-ვე კუთხეში ესეთი კარგი გადაწყვეტილებაა, პატარა მონუმენტებია, სადაც სათითაოდ არის, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ამოტვიფრული ინფორმაციული, არ ვიცი, აი მოდი დავარქვათ შეტყობინებები, რომლებიც სამწუხაროდ ძალიან ცუდად ჩანს უკვე ამ გაშავებულ ქვებზე. აი ამ ქვაზე, როგორც ვატყობ, არა ქართული გვარის, მაგრამ ფოთელი გარდაცვლილი მეომრების სახელებია ამოტვიფრული. მონუმენტის მარჯვენა მხარეს. ხო, აი აქ ყოფილა პირდაპირ ძეგლის წინ დასტური იმისა, რაც თქვი. ქალაქიდან 8000 მეომარი ვაჟკაცი წავიდა დიდ სამამულო ომში 41-45 წლებში და მათგან 2500 უბრალოდ ცოცხალი აღარ დაბრუნდა. და ვიღაცა გამოხტება და ამ ბიჭებს გმირებს არ უწოდებს. მოკლედ, ესეთი პატარა ინფორმაციული ვიდეო მინდოდა მომეწოდებინა, რა თქმა უნდა, გაცილებით ბევრს და გაცილებით უკეთესად ალბათ დაგუგლავთ და იქ წაიკითხავთ და იქ ნახავთ, მაგრამ მე ახლოდან მინდოდა მეჩვენებინა იმ 8000 გმირისთვის აგებული აი ეს ულამაზესი საბჭოთა არქიტექტურის ნიმუში, მემორიალი, რომელიც ფაშიზმის წინააღმდეგ ომში მეორე მსოფლიო ომის დროს გარდაცვლილ ფოთელ გმირებს ეძღვნება. 8000-დან 2500 ცოცხალი არ დაბრუნებულა თქო და ვიღაცისთვის ეს მხოლოდ ციფრებია, მაგრამ ადამიანებისთვის ეს ალბათ მინიმუმ ხსოვნის გამოსახატად მიზეზი უნდა იყოს. სულ ესაა.